გამარჯობა, 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის, დედაენის დღე აღინიშნება. ახლა კი მოდი ერთად ვისაუბროთ, თუ რატომ დაწესდა ეს დღე და როგორია მისი ისტორია. შენი აზრით, რა შემთხვევაში გამოდის ამდენი ადამიანი ქუჩაში? შეგახსენებ, რომ ფოტოზე აღბეჭდილია 1978 წლის მოვლენები, ესე იგი 47 წლის წინანდელი თბილისი, რამაც განაპირობა 14 აპრილის, დედაენის დღის დაწესება. გახსოვდეს, რომ მსგავსი გამოსვლები ერთიანობის სიმბოლოა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არასდროს არ უნდა დავნებდეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგანაც სწორედ ამ გამოსვლებმა განაპირობა, რომ 1978 წლის 14 აპრილს ხალხის ძალამ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის მიზნის წინააღმდეგ. მათ სურდათ, რომ საქართველოში რუსული ენა ყოფილიყო სახელმწიფო ენა. ეს ნიშნავს, რომ სკოლებში ქართულ ენაზე აღარ ასწავლიდნენ და ასწავლიდნენ რუსულად. ახლა ალბათ დაინტერესდი, რას ნიშნავს საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი იყო რამდენიმე ქვეყნის გაერთიანება, მაგრამ წარმოიდგინე, შენ სკოლაში რამდენიმე კლასი რომ გაერთიანდეს და მხოლოდ ერთი მასწავლებელი იღებდეს გადაწყვეტილებას. ვინ რა გააკეთოს, ვის როგორი გაკვეთილები ჰქონდეს და ასე შემდეგ. სხვებს კი ნაკლებად ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა. მგონი ძალიან ცუდი იქნებოდა ასეთ სამყაროში ცხოვრება. სწორედ ამიტომ ადამიანებმა იბრძოლეს, მათ ძალიან კარგად გაიაზრეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. ესე იგი, ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ენისა და სამშობლოს თავისუფლების შენარჩუნებისთვის. სწორედ ასეთი წარწერა ჰქონდათ გამომსვლელებს ქუჩაში 47 წლის წინ. ახლა კი მოდი უფრო მეტი რამ გავიგოთ ქართული დამწერლობის შესახებ. შენ ალბათ უკვე იცი, რომ ქართულ ანბანში 33 ასობგერაა, თუმცა ძველ ანბანში 38 ასობგერა იყო, მათგან 5 დღეს აღარ გამოიყენება. ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართლის პირველმა მეფე ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული, ესე იგი, გაავრცელა მთელ ქვეყანაში. და სწორედ მის სახელს უკავშირდება, რომ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ქართულ ენაზე. შენ შეგიძლია მოინახულო ფარნავაზ პირველის ძეგლი თბილისში, რადგანაც როგორც აღვნიშნეთ, ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მის სახელს უკავშირდება ქართული ენის გავრცელება. ქართული დამწერლობა ძალიან მდიდარია. ის 3 სახის არის და დაახლოებით მე-5 საუკუნიდან გამოიყენებოდა მრგლოვანი, იგივე ასომთავრული, როგორც პირველ სვეტში არის ქართული ანბანი, სწორედ ასეთი იყო. თუ დაგაინტერესებ, შეგიძლია მოინახულო ისტორიული ძეგლები და ნახავ ქვაზე ამოკვეთილ ტექსტებს ადრეულ ხელნაწერებში. მეორე არის ნუსხური, ხუცური, რომელიც განვითარდა მე-9 საუკუნიდან და გამოიყენებოდა შუა საუკუნეების მანძილზე. იგი უფრო დახვეწილი და სწრაფი წერისთვის გამოიყენებოდა ხელნაწერებსა და საეკლესიო ტექსტებში. ახლა კი მესამე, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი მხედრული ანბანი, დამწერლობა, რომელიც მე-11 საუკუნიდან გავრცელდა, ესე იგი თითქმის 10 საუკუნეა და ჩაანაცვლა ნუსხური. დღესდღეობით ეს არის ჩვენი დამწერლობის ძირითადი ფორმა და მას ყოველდღიურად ვიყენებთ. ახლა კი გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ძალიან ცნობილი სიტყვები. 3 ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. ეს ნიშნავს, რომ როგორც აი ამ გამომსვლელებმა იბრძოლეს, რომ ქართული ენა ჩვენამდე მოეტანათ, სწორედ ასე იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები მამულის, ესე იგი ჩვენი საქართველოსა და სწორედ ქრისტიანობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ და შევინარჩუნოთ ქართული ენა. ახლა კი ორ ულამაზეს ლექსს წაგიკითხავ მუხრან მაჭავარიანის. მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა? რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. იოსებ ნონოშულმა კი გვითხრა: ჩვენ გვიყვარს წიგნის სიტყვა ხატული, განა სიტყვები, ნატრის თვლებია, თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ საქართველო დაგვიწყებია. და როგორ არ უნდა დავივიწყოთ საქართველო? ამის ბევრი გზა არსებობს. პირველ რიგში,
არ გამოიყენო ბარბარიზმები, რადგან ეს არის უცხო ქვეყნიდან შემოსული სიტყვები, რომელსაც ქართული შესატყვისი აქვს და ჩვენ ქართული უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, პრივეტ არა, გამარჯობა, ზმეიკა არა, ელვა შესაკრავი, არც ზუაჩკა გვაწყობს, საღეჭი რეზინი გამოვიყენოთ. და თუ თასმა გაგეხსნება, შნუროკი შემიკარიო, ასე არ უთხრა მასწავლებელს. უთხარი, თასმის შეკვრაში დამეხმარები? და ასე შემდეგ. ახლა კი ერთი პატარა თხოვნა მექნება შენთან. შეძლებ რომ ისწავლო ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ერთი ლექსი მაინც და აუცილებლად წაუკითხე შენს თანაკლასელებს. გამოიყენე ლექსიკონი და გაიმდიდრე ლექსიკური მარაგი. მხატვრული ლიტერატურის წაკითხვისას ხშირად შეგვხვდება ჩვენთვის უცნობი, თუმცა ქართული სიტყვები. მისი მნიშვნელობა კი ყოველთვის შეგიძლია მოიძიო ლექსიკონში. ბევრი იკითხე ქართულად, ქართველი მწერლებიც აუცილებლად და ისაუბრე ქართულად, რადგან იქნებ სწორედ შენ ხარ ის სუპერგმირი, ვინც ქართული ენის საგანძურს შეინარჩუნებს. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.